თუ გინდა რომ არასოდეს გაგექცეს წონა და აკონტროლო მადდა მთელი დღის განმავლობაში. მაშინ დაიმახსოვრე ის, რასაც ახლა გასწავლე. მე ლექსოლეკიაშვილი ვარ, დაბალანსებული კვების კონსულტანტი პერსონალური მენიუსთვის მომწერე პირეთში. ყოველთვის ჭამიდან ჭამამდე დაიცავი სწორი ინტერვალები. ეს არის გადამწყვეტი. ნახე, ყოველი 3 საათის გასვლის შემდეგ შენს ორგანიზმში იწყება უჯრედული შიმშილი. ანუ შეიძლება შენ ეს ვერ აღიქვა, ვერ იგრძნო, იმიტომ რომ შენმა ტვინმა ისწავლა შიმშილის სიგნალის დაიგნორება და შენ ვერ გრძნობ, როდესაც რეალურად გშია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. გაღვიძებიდან ჭამე მალევე და შემდეგ კვების დასრულებიდან შემდეგი კვების დასაწყისამდე ყოველთვის დაიცავი დაახლოებით 2-3 საათი. 3 საათი მაქსიმუმ. იმიტომ რომ თუ შენ ამ პრინციპს დაარღვევ, შენ ვერ გააკონტროლებ მადას. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ შენმა ორგანიზმმა მოითხოვოს იმაზე მეტი კალორიები, ვიდრე საჭიროა. ასევე გაითვალისწინე, რომ მხოლოდ ეს პრინციპი საკმარისი არ არის. ასევე გასათვალისწინებელია ცირკადული რიტმები. ანუ რა დროს რა საჭმელს ჭამ, ამას მნიშვნელობა აქვს. გაითვალისწინე, რომ თუ დილით შეჭამ მხოლოდ მარტივ ნახშირწყლებს, მაგალითად ჰერკულესის ფაფას, მაგალითად ბრინჯს, მაგალითად მხოლოდ ციციბურას, ციციბურა არ არის მარტივი ნახშირწყლები, მაგრამ მაინც ნახშირწყლებია და საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონეს ნორმაში ვერ შეინარჩუნებ და საღამოს დღის მეორე ნახევარში აუცილებლად მოგინდება ტკბილი საკვები. ასევე არის რეკომენდებული ძილისწინ ხორცის ტკბილებულისა და ხილის ჭამა. იმიტომ რომ ორგანიზმი ძილისთვის ემზადება და ამ ყველაფრის სწორად გადამუშავებას უბრალოდ ვერ მოასწრებს. თუ გაინტერესებს როგორ უნდა შეადგინო დღის რაციონი სწორად, ისე რომ შენი ორგანიზმი სტრესში არ ჩავარდეს და ცხიმის დაგროვება არ დაიწყოს. ამისთვის მომწერე პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.